ვარ ნინი ბერიძე 12 წლის. სწავლობ ბათუმის მეათე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, ხატვა და ფრენბურთი. აქედან ყველაზე უფრო მიყვარს ცეკვა. უკვე 3 წელია ცეკვა ანსამბლ მართვაში. მახსოვს პირველი დღე, როდესაც ანსამბლ მართვაში მივედი, არავის არ ვიცნობდი და ცოტათი ნერვიულობდი. ძალიან თბილად დამხვდა. პირველი დღიდან რეპეტიციები დავიწყოთ ვარჯიშობდით და ესე განვითარდეს ძალიან ბევრ ცეკვაში ვარ უკვე და ძალიან მომწონს ეს საქმიანობა. ცეკვაში ყველაზე რთულია ახალი ლეთის შესწავლა. ყველაზე ადვილია, რაც იცი უკვე. აი, მაგალითად, ახალი ბავშვები შემოდიან და შენ როცა უხსნი ამ ილეთს. ჩემი საყვარელი ცეკვაა ლეკური. საყვარელი ილეთია ლეკურის დასაწყისში, რადგან აი ეს გადატეხებია ეს. მართვაში ჩემი მასწავლებლები არიან დარო და დათო სირაბიძეები. ორივე მხიარულია და ორივე თავისუფლად მკაცრია, რადგან ამას ცეკვა მოითხოვს. მთლიანობაში ძალიან კარგი პედაგოგები არიან. დაახლოებით მქონდა 7 კონცერტი. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა საბერძნეთის კონცერტი, ღიაცის ქვეშ კარგადაც ვიმგზავრეთ, კარგადაც ვიცეკვეთ და ძალიან კარგადაც გავერთეთ. როცა დიცენაზე ხარ, ცოტა ნერვიულობ, მაგრამ როდესაც ყველა ილეთი ძალიან კარგად იცი, არაფერიც არ არის სანერვიულო. ჩემი სოლო კონცერტი მინდა მქონდეს ბარსელონაში. მინდა მქონდეს ასეთი საკონცერტო კაბა. უნდა იყოს თეთრი, გრძელი, ქართული ორნამენტებით და წითელი ქამრით. ჩემი გეგმაა, რომ კიდევ ვიცეკვო მინიმუმ 7 წელი. ახლა მინდა რომ ვიყო 16 წლის, რადგან უფრო ბევრი რამე ცეკვის ილეთი მეცოდინება და უფრო განვითარებული ვიქნები. ჩემი სკოლა მიყვარს იმიტომ, რომ ყავს საუკეთესო მეგობრები, ძალიან მხიარულად ვგრძნობ სკოლაში თავს. ჩემს სკოლაში ყველაზე ცალკები არიან ცინცაძე გიორგი და ზოიზე სანდრო. ყველაზე მხიარულია სალომე კოსტავა. ყველაზე მშვიდია ანასტასია ბოლქვაძე. ჭკვიანს ვერ გამოვარჩევ, რადგან ყველა ჭკვიანები ვართ. მე ვარ ყველაზე მეგობრული და ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურის გარდა კიდევ მინდა ვიცოდე იტალიური. საყვარელი მასწავლებელია მაია კვირიტიძე. იმიტომ რომ ის არის მომთხოვნი, კეთილი და გამგები. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ქორეოგრაფი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ექიმი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ვარ თვითნასწავლი. 4 წელია, რაც სერიოზულად დავიწყე ხატვა. ახლა ვხატავ ტილოზე საღებავებით. ჩემი საყვარელი ფერებია იასამნისფერი და თეთრი და არ მიყვარს შავი. იმიტომ რომ მძიმე ფერია და ცუდ ასოციაციას იწვევს. ყველაზე ხშირად ვხატავ ნატურმორტებს. ნახატებს ვაგროვებ და ახლა დაახლოებით 12 ნახატი მაქვს ტილოზე შესრულებული. ეს ნახატები გამოფენილი მაქვს მთელ სახლში. ნახატის გაყიდვაზე მიფიქრია, მაგრამ არ ვყიდი. იმიტომ რომ ბევრი შრომა ჩავდე, მომწონს და მენანება. ჩემი ნახატების პირველი შემფასებელი არის დედაჩემი. ნახატების გაჩუქება არ მიყვარს, მხოლოდ ერთხელ ვაჩუქე მამიდას, ისიც იყო მისი პორტრეტი. სამაგიეროდ მიყვარს, როცა მე მჩუქნიან საჩუქრებს. ამ ბოლოს რაც მახსენდება, ეს არის ჩემი ტელეფონი, რომელიც მაჩუქეს დედამ და მამამ. ოცნების საჩუქარი იყო ეს. ჩემი შემდეგი ოცნების საჩუქარია ლეონარდო და ვინჩის ნახატი მონა ლიზა. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა და მამა. დედის ერთობა იმიტომაა კარგი, რომ სულ ყურადღების ცენტრში ვარ. ცუდი იმითაა, რომ მარტო როცა ვარ მოწყენილი ვარ. მინდა მყავდეს ერთი ძმა. მამიკო არის სიმპათიური, ვაჟკაცი და უშიშარი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, თბილი, საყვარელი, საქმიანი. მე ვარ საშუალო დონის დიასახლისი. ასე იმიტომ მგონია, რომ ზოგჯერ სახლის დალაგება მეზარები, მაგრამ საჭმელების კეთება გამომდის. პირველად საჭმელი გავაკეთე ვიყავი 10 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ახლა ძალიან კარგად ვაკეთებ ვაჭარ უხაჭაპურს. ჩემი საყვარელი საჭმელი არის შემწვარი კარტოფილი. კითხვა ადრე მაინც და მაინც არ მიყვარდა, მაგრამ ახლა შემიყვარდა. ეს არის დედაჩემის დამსახურება. ჩემი საყვარელი წიგნი არის წრიბაბიჯის დღიური. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ჩემი მოგზაურობების შესახებ. აი გასწავლს რომ მივიდრე, სულ ძალიან მხიარული ვარ, ძალიან მიხარია. მოგზაურობა არის ჩემი ჰობი. სამოგზაუროდ დიდი სიამოვნებით წავიდოდი ბარსელონაში. ჩემი საყვარელი ფილმია ჰარი პოტერი. ამ ფილმში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ჰარი პოტერის როლს. ყვავილებიდან მე ვგავარ იასამნს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, მოგზაურობდი მთელს მსოფლიოში. წინა მონაწილემ დამიტოვა ესეთი შეკითხვა.
რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს? მე მინდა მქონდეს გაუჩინარების სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ესეთ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია ფრენბურთი. სამწუხაროდ ფრენბურთთან გამოვედი დროის უქონლობის გამო. ჩვეულებრივი თამაშებიდან მიყვარს მგელობანა. ბედნიერება არის ცეკვა და დედიკოს და მამიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.